გამარჯობა მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. დღეს არის სამშაბათი, დილის 3:45. ეხლა მე ვიმყოფები ქალაქ ნიუ-იორკში და მანჰეტენიდან გადავდივარ ჯორჯ ვაშინგტონ ბრიჯით ნიუ-ჯერსში. გუშინ ორ შაბათს ვერ ჩავწერე ვიდეო იმის გამო, რომ ჩემმა დისპეჩერმა ვერ მოახერხა ტვირთის აღება და ამიტომ მთელი დღე უსაქმოდ ვიდექი ტრაქ სტაპზე, ანუ იმ ადგილას, სადაც ტრაქები ვიყრით თავს, ასე ვთქვათ. ამიტომ დღეიდან დავიწყებ მე ისევ ვიდეოების გადაღებას და ყოველ დღე გადავიღებ იმ ვიდეოებს, თუ რას ვაკეთებ, რა ტვირთებს ვიღებ, სად მივდივარ, რა ფასები აქვს ტვირთებს და ასევე მინდა რომ გაჩვენოთ ის ტვირთები, რომელსაც მე ვიღებ და შემდეგ როგორ ვაბავ ამ ტვირთებს. რატომ იცით, თავის დროზე 5 წლის წინ, როცა მე ვიწყებდი მუშაობას, არ ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა ტვირთების დაბმა. ამიტომ ვიჯექი და YouTube-ში ვეძებდი ხოლმე ვიდეოებს, რომ მენახა, რომ აი სწორად როგორ გამეკეთებინა. ძალიან მცირე ვიდეოები იყო ამის შესახებ, მაგრამ თუ იყო ეს ვიდეოები, ძირითადად სულ ამერიკელების მიერ იყო გადაღებული. ქართველის არ შემხვედრია არასოდეს. ხო და ვიფიქრე, რომ შეიძლება ურიგო არ იყოს, რომ ეს ნაწილიც გადავიღო, როგორ ხდება ამ სხვადასხვა სახის ტვირთების დაბმა. იმიტომ რომ ვინმეს გამოადგეს, ვიღაცამ შეიძლება ისეთმა ნახოს, რომელსაც ეს სჭირდება, ან მუშაობს, ან აპირებს მუშაობის დაწყებას და რაღაცაში გამოადგება რა, თავის მე ესე ვფიქრობ. ეს არის ჯორჯ ვაშინგტონ ბრიჯი, ეხლა მე სადაც გადავდივარ, ძალიან დატვირთული ხიდია, აკავშირებს მანჰეტენს და ნიუ-ჯერსის ქალაქ პორტლის. სულ ესეთი ამბავია, აი ჯერ დილის 4 საათი არ არის და ეხლა ამ დროს მე იმიტომ მოვდივარ, ეს რასაკეთებს ნახე. ამ დროს იმიტომ გადმოვდივარ, რომ უფრო ადვილად მოვახერხო კიდე გადასვლა. იმიტომ რომ სულ ესეთი ტრაფიკია. ყველა ცდილობს, რომ ასე დროს გადავიდეს. გამთენისას, იმიტომ რომ მე ამას კიდე ემატება პატარა მანქანები და საშინელება ხდება ამ ხიდზე გადასვლის დროს. ხიდი არის ფასიანი, ოღონდ როგორ ხდება, იცით? ნიუ-იორკიდან თუ გადადიხარ ნიუ-ჯერსში, უფასოა. აი ნიუ-ჯერსიდან თუ შემოდიხარ ამ ხიდით მანჰეტენზე, ნიუ-იორკში, მაშინ ფასიანია. პატარა მანქანები ზუსტად არ ვიცი რა ღირს, მაგრამ ტრაილერით, ანუ ტრაქით გადმოსვლა სადღაც $100 ჯდება, რომ გადმოხვიდე ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიდან. მე ახლა მივდივარ თან ნევარკში, ესეთი ქალაქია, საპორტო ქალაქია ნიუ-ჯერსის. იქ უნდა ავიღო ტვირთი. ტვირთი არ არის მძიმე, მითხრეს რომ რაღაც მანქანის ნაწილები უნდა იყოს, მაგრამ რო ჩავალთ ადგილზე ვნახავთ რა არის. სულ გასავლელი მაილი დატვირთული წონით არის, აქ რაც წერია დოკუმენტში არის 703 მაილი, მაგრამ ამას კიდე დაემატება ის სარიელი მაილი, მე რაც გამოვიარე ახლა და კიდე გასავლელი მაქვს ადგილამდე მისასვლელად. ეს იქნება სადღაც 60 მაილი. ნუ უხეშად რო ვთქვათ, სარიელი და დატვირთული ალბათ მომიწევს დაახლოებით 760 მაილის გავლა. ფასი ამ ტვირთის გადატანას აქვს, რაც მე მიწერია აქ, რასაც იხდის ბროკერი,
$1350. ეხლა რომ ვიანგარიშოთ ცენტებზე, ხო? ანუ $2 კი არ გამოდის მაილზე, მაგრამ ზოგადად 100-ია, ნიუ-ჯერსიდან კარგ ფასში ვერ გადიხარ. იმიტომ რომ რა ვიცი, აი რატო არ ვიცი, მაგრამ აქედან იაფია ყოველთვის ტვირთები. აი უკვე დავდექი ხა მე ტრაფიკში ვდგავარ და ეს ტრაფიკი კიდე რის გამო იქნება? მუდმივად არის ამ ხიდზე სარემონტო სამუშაო. აი არ ვიცი, რით ვერ დასრულდა, რაც თავი მახსოვს და რაც მე აქ ცხოვრობ. სულ ესეთი მდგომარეობა, სულ რაღაცას არემონტებენ, სულ რაღაცა ესეთი სახის სამუშაოები ტარდება და ეს ქმნის ყოველთვის საცოლს, მაგრამ გამოუსწორებელს თან რა, აი არ ვიცი, დღეღამის ნებისმიერ განმავლობაში რომ გამოიარო ამ ხიდზე სულ საცობია. ბატონებო, ესეთი სიტუაცია ახლა აქ რომ ეს სპორტის საწყობებია აქ და ესე იგი დილით ჩამოსული 5 საათზე მე დავრეგისტრირდი 7-ზე და ეხლა უკვე პირველის ნახევარია და კიდე აი ეხლა დამირეკეს რომ შემოდიო, ანუ კონტეინერი იხსნება და კონტეინერს რო ხსნიან, მე უნდა ჩამოცალონ ეს ტვირთი და შემდეგ გვეუბნებიან, როდის უნდა დავიტვირთო. ეხლა ცუდი აქ ის არის, რომ აი გზა უნდა დავკეტო ფაქტიურად და უნდა შევიდე უკუსვლით. იმიტომ რომ სხვანაირად აქ იქიდან ვეღარ გამოვალ და ესე გამავთხილეს, რომ უკუსვლით შემოსულიყავი. ამიტომ ეხლა მე დავარღვევ ყველანაირ წესს და შემოვალ უკუსვლით, შევალ აქ უკუსვლით. გიჟებივით კი დადიან და არ მithმობენ გზას, მაგრამ რაღაც უნდა მოვახერხო. მოიცა, yo! Hold on 1 second. Hold on. მოკლედ ეს შავები არიან ძალიან აქედანაც ნახე. არავინ არ გითმობს რა. ეს ნიუ-ჯერსი, ნიუ-იორკი არის. კაროჩე. ისეთი საზიზღრობა რომ ხედავს რომ უნდა შევიდე და მაინც არ მithმობენ. Yo! აი რა ხდება ნიუ-ჯერსი და ნიუ-იორკში? მაგრამ თუ არ ვივაშკაცეთ, არაფერი არ გამოვა. მეგობრებო და ამიტომ ესე უნდა ვქნათ, რომ შევიდეთ. არავინ არ დაგვითმობს აქ გზას. არავინ არ დაგვითმობს და ამიტომ ვივაშკაცო. საწვალებელი კი გაგვიხდა, მაგრამ რას ვიზამთ? არა უშავს შევალთ. ასეთები გვიკეთები რა. არა ძალიან ბევრი ნაგავი მძღოლია, თო. აი რო ხედავს რომ შენ რას აკეთებ, მაინც არ ჩერდება, არ გითმობს. აქეთ ვამბობ, აქეთ ამ შტატებში, ნიუ-იორკში და ნიუ-ჯერსში, თორე
სხვა შტატები ესე არ არის. სხვა შტატებში ესეთი მდგომარეობა არ არის. ესეთი რაღაცებისთვისაც სად უნდა იყო. თორე დარჩები ტვირთის გარეშე. ცოტა ფრთხილად ეს ტრაკი როგორ არის აქ დაპარკინგებული? აი შავი ის პირველი ტრაკი რო არ დამithmo. თან რო იღმურძლებოდა ჭამს რაღაცას და გარბის. 2 წუთი არ გაჩერდა რა. ტიპი. ეგეთებთან სულ კონფლიქტი მომდის ხოლმე, მე ხანდახან ნერვებიც არ მყოფნის და თუ მივწვდი, ცოტა სხვანაირ პასუხს ვეუბნები. რა უბედური ადგილია მოკლედ აქ მეზარება მოსვლა მარა რა გინდა რო ქნა ეს არის ნევარკის პორტის საწყობებია აქ რა და ეს კონტეინერებს რო ხედავთ ცლიან აქ მოაქვთ კონტეინერები უფრო სწორად სავსე კონტეინერები აქ ხსნიან და ის ჩამოსული ტვირთი მერე ნაწილდება. აი დაიწყო ახლა დატვირთვა. ესეთი პალეტი უნდა დამიდოს 4 ცალი. Hold on. Good. ოთხი ცალი უნდა დადოს ესეთ. აი ეს არის oversize load. ანუ ტვირთი არის დიდ გაბარიტებში. და ამათ კარგი ფასი აქვს ისე. მეც მიტარებია oversize-ები. და კარგად იხდიან ამ ტვირთებზე. ნახოთ ერთ ჩვენი ძმა რას დაუდევს. დაეტევა 4 ცალი, ალბათ პატარა ზომებია. დაუდეს ტვირთი მეგობრებო. აი ეს 4 პალეტია, როგორც ვივარაუდე. ნუ ეს ბოლო პალეტი პატარაა და ეს 2 პალეტის ყველაზე დიდია ის წინა პალეტია. ეს არის ახლა ისეთი ტვირთი, რომელსაც მოთხილება ჭირდება. ამას ზემოდან სტრაპებს არ გადავაკრავ, იმიტომ რომ შეიძლება ტვირთი დაზიანდეს და სტრაპებს გავუკეთებ გვერდზე, აი აქ. თვითონ ეს დამაგრებულია, არსად არ წავა, უბრალოდ პალეტები რო დავიჭირო, სტრაპებს გავუკეთებ ესე გვერდებზე. და მაგით მორჩება. აი ეს არის. ესე გამოიყურება უკვე ეს დამაგრებული ტვირთი. გაუკეთეს სტრაპები, რემნები და საბოლოო სახე ესეთი აქვს. ზემოდან არ გამიკეთებია, ამას კი გავუკეთე ზემოდან, მაგრამ ეს მთლიანად ხის ხუთი არაფერს არ აცვლის და ამიტომ გავუკეთე. წონა ძალიან მსუბუქია. მე აქ ჩემ სასწორზე რასაც უყურებ არაფერი არ მიდევს ალბათ
ავი 1-12,000 შეიძლება პაუნდი, არაფერი არა. მე მივდივარ ახლა აქედან მიჩიგანის შტატში, Bay City ქვია ასე, სულ გასავლელი მაქვს. ეხლა 700 მაილი, დილით ვარჩევ რომ ჩავიდე, რადგან მე მოვასწრო კიდე ტვირთის აღება. ეს არის მეგობრებო, low boy. ესე ეძახიან ამ ტიპის მისაბმელს. აი შეხედეთ რამხელა ტვირთი გადააქვს. როგორი დაბალი ძირი აქვს. ძალიან კარგად კი იხდიან ამაზე. აი ეს ამ ტიპის ტრაილერი არ მყოლია ჯერ. მაგრამ შეიძლება ვცადო. ნახოთ. ეხლა მივდივარ ოფისში რომ ავიღო დოკუმენტები. BBT Transportation. აი შევალე ხლა. ავიღებ ტვირთის დოკუმენტი. გამარჯობა. ეს 4 შაბათია, ჩამოვედი, ახლა მიჩიგანში ვარ. შტატი მიჩიგანი, ქალაქი Bay City ესე ქვია. ეხლა უკვე მივალ იმ ადგილას, სადაც ეს ტვირთი უნდა დავცალო, რომელიც მე გუშინ ვერ ავიღე. ამასაც გაჩვენებთ, სადმე მაქვს. ესე იგი 2 შაბათი დღე მე გამიცდა. ვერ ავიღე ტვირთი, უпроსორად დისპეჩერმა ვერ აიღო ტვირთი, მომიწია 1 დღე დგომა. შემდეგ ავიღე სამშაბათ დილით ტვირთი, ეს ტვირთი მომაქვს ახლა აქ დასაცლელად და ამას ყველაფერს გაჩვენებთ, სად უნდა მივიტანო და როგორ უნდა ჩამოვცალო. თუ რა თქმა უნდა მომეცა გადაღების საშუალება. ხანდახან არის ხოლმე რომ აკრძალულია, არ გვაძლევენ უფლებასო კამერა ჩავხდათ, საერთოდ ტელეფონი ხელში დავიჭიროთ, არც იმ ადგილზე გვაჩერებენ, სადაც ტვირთის ჩამოცლა ხდება ან დატვირთვა. ასეთ შემთხვევებში ბოდიშს მოგიხდით, ვერ გადავიღებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცდები, რომ მაქსიმუმი გადავიღო. ეხლა ამას რომ ჩამოვცლი, შემდეგ უკვე ეძებს ახალ ტვირთს დისპეჩერი. მომცემს, იმედია რომ მომცემს მიჩიგანიდან რამეს რომ ახლა აქედან გამოვიდე. ეს ამ კვირაში, ესე იგი, აი უყურეთ როგორ იქნება, ერთი დღე გამიცდა უკვე კვირაში და ერთი დღის გაცდენა უკვე მთელ კვირას აი დალაგებულ კვირას რომ მიტყვიათ ცდომილებას უკეთებს და
უკვე სხვა რაღაცა გამოდის რა, ანუ ის დაგეგმილი აღარ არის, რომელსაც შენ გეგმავ, რომ ყოველდღიურად აიღო ტვირთები. ან თუ ყოველდღიურად არ იღებ, ისე მაინც აიღო ტვირთები, რომ დღე არ გაგიცდეს. ანუ 2 დღიანი იყოს, ან 3 დღიანი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არ გაგიცდეს დღე. ეხლა ამ კვირაში უკვე 1 დღე გამომაკლდა და დამჭა 6 დღე სამუშაო დღე, რომ ასე ვთქვათ რა. ხო და ნახოთ რა იქნება, ეხლა ჯერ ამას ჩამოცვლი, მერე დაველოდები, რომ ტვირთი მომცეს, რაღაცა ვარიანტები აქვს, თავაზობს და ვნახოთ რა შემომთავაზებს. აქ სადაც მივდივარ ეხლა, ეს რაღაც დიდი საწარმოა, რასაც მე მიჩვენებს მეფზე, რუკაზე. და ვნახოთ ერთი რა არის. ან საიდან აქვს შესასვლელი, ესეც მოსაძებნი. ესე იგი, რა არის? General Motors Corporation. ესე ქვია ამ ქარხანას. ეხლა პრობლემა ის არის, რომ ამას ყველა მხრიდან კი არ ექნება შესასვლელი. რაღაც განსაზღვრული მხრიდან უნდა მოუარო, რომ ვიპოვო ის გეიტი, რომელიც სწორად შედის ამ საწარმოში. და შეიძლება რამოდენიმე წრის დარტყმა მომიწიოს, სანამ ეხლა გავერკვევი სად არის ამის შესასვლელი. რუკა რასაც მიჩვენებს ამ შემთხვევაში, აიყურა ახლა აქ აწერია გეიტი 3, იქით გეიტი 2 იქნება და ასე შემდეგ. რუკა რასაც მიჩვენებს ამ შემთხვევაში, ამ რუკას ვერ დაუჯერებ რა, ანუ ეგრე არ ხდება, იმიტომ რომ რუკა სხვანაირად აჩვენებს. ხოლო რეალობა კიდე სულ სხვა არის აქ. ეხლა მე ვაკვირდები მარცხენა მხარეს შესასვლელებს, რომ იქნები იყოს ნიშნული, რომ main entrance. Okay, truck docks. ასე იგი, ეხლა იქ აწერია Truck Docks Johnson Street-ო. მე ვნება რომ ანუ ჯონსონის ქუჩიდან არის ტრაქებისთვის და ეს ჯონსონის ქუჩაც ხო უნდა ვიპოვოთ. ცოტა გაურკვეველია ყველაფერი ასეთ ადგილებში, მაგრამ რაღაცას მოვძებნი, ალბათ იმედი. GM Docks use Johnson Street. ესე იგი, ეს ჯონსონის ქუჩა სად არის? ეხლა ეს უნდა ვნახოთ. ჩემი აზრით ეხლა აქ უნდა მარცხენა მხარეს წავიდე და ასე ვთქვათ, წრე დავარტყა, რომ ვიპოვო. თუ აქ არ არის, აი ჯონსონი აწერია. კი. Johnson Street. ესე იგი, აქ ეხლა მარცხნივ წავალ და მოვძებ. რატო ყვები ეხლა მე ამას ესე დაწრულებით და რაღაცა საინტერესო რითი არის, რით შეიძლება იყოს საინტერესო. ძალიან ბევრი ქართველი იღებს აქ CDL-ს, არიან დამწყები ტრაქერები. და ეს ნიუანსები ეხლა მე რასაც ვაკეთებ, ეს იქნება აი მათ ცხოვრებაში ყოველდღიურობა აბსოლუტურად, იმიტომ რომ იგივე თემაში იქნებიან ყოველ დღე. ასე რომ რაღაცა წარმოდგენა რომ შეუქმნა ამ ადამიანებს, რომ აი რეალურად არ დაიბნენ, არ შეეშინდეთ და არ იფიქრონ, აუ ეხლა მე თუ გზას ავწდი, მერესიო რამე შველება. არა უშავს, ახვალ წამოხვალ, რამოდენიმე წრეს დაარტყავ და მიხვალ იმ ადგილას, სადაც საჭიროა. მეც ბევრჯერ შემშლია, მაგრამ ამით ტრაგედია არ მომხდარა. ეხლა აქ რა წერია? სად არის ეხლა ამ შესასვლელი ვერაფრით ვერ გავიგე. ჯონსონ სტრიტი კი არის, მაგრამ აი იქ ნოუ ტრაკია. აქ უნდა შემეხვია. კი ეწერა ნოუ ტრაკი, მაგრამ მარჯვენა მხარეს ქონდა კიდე შესასვლელი.
აი, ავწდი გზას, ხედავთ როგორ ხდება? ეხლა მე რაღაცა სადგომმა მოვტრიალდი, რომ ისევე უკან მოვიდე ამ ადგილას. აქ რომ მოვტრიალდე კიდე, ესე იგი მომიწევს წრის დარტყმა. წინ კიდე მატარებელი მიდის, ეხლა ეს როდის გაივლის და ესე დროს კარგავ. ვერაფერს იზამ. მაგრამ აქ ერთ რამეში გამემართლა, მატარებელი კი დგას, მაგრამ მე აქ მარჯვნივ უნდა მოუხვი. ასე რომ მატარებელი მე ხელს არ მიშლის. და საერთოდ ეხლა აქ რატო უხვევ მე? ეხლა იცით რას ვიზამ? აქ კი არ შეიძლება შესვლა, მაგრამ ერთი რუკაზე ვნახო შორია გზა, საიდანაც უნდა მოუხვიო. პრინციპში წავალ კაი ასე აღარ. თორე აქ იყო ეხლა რაღაც ვერჰაუსი კიდე. და ვიფიქრებ იქ შევალ მეთქი და სხვის ვერჰაუსში მოვტრიალდები მეთქი, მაგრამ ეს არ არის მაინდა-მაინც კარგი აზრი. ჯობია ცოტა გზა გავიგზელო. აბატონო, დავარტყი ეხლა მეწრე და შევუხვევ იქ, სადაც დავინახე, რომ ჩემი აზრით სწორად იქ უნდა შემეხვიე. და ნახოთ ეხლა თუ მივალ იმ ადგილზე, სადაც უნდა მივიდე წესით. აი, აქ უნდა შემეხვია, მაგრამ ეხლა გავწდი. აქ. და რატო გავწდი? აი, თვალი მოვყარი no trucks. ნიშანს. და მაგან დამაბნია, მაგრამ აი იქით მარჯვენა მხარეს ლურჯად აწერია რომ truck dogs, ანუ ტრაქების გზა არის, იქით დოკებია ტრაქებისთვის. ასე რომ მე ვფიქრობ რომ ამ გზით უნდა წავიდე და მან დამცლია. აი, იქ პირდაპირ no truck არის, ხოლო აქეთ truck dogs. ნახოთ ერთი თუ მოვალ სწორად. გონი სწორად მოვედი, მაგრამ გავარკვევ. ეხლა მე გავჩერდები აქ, გადავალ და გავარკვევ სად უნდა დამცალო. All trucks must slide axles. ეს მე არ მჭირდება აქსელების გაწევა, მაგრამ გავარკვევ ხა მე. ესე იგი ბატონებო, რომ მივადექი მე ახლა ამ გეიტს. ეს გეიტი დახვდა დაკეტილი. ტელეფონის ნომერი იყო ზედ მითითებული, დავრეკე და მითხრეს რომ ესე იგი გვაქვს კონსტრაქშენი, რემონტი, ამიტომ ამ გეიტს ახლა არ ვხმარობთ და ამიხსნეს რომ სხვა მხრიდან როგორ უნდა შემოვიდე. ასე რომ მე ახლა მივდივარ უკან, უნდა გავიდე ისევ ჯონსონ სტრიტზე. ვიღაც მირეკო. Hello. I'm on site right now. Yeah. Yeah, but here is some construction and they explain me how to get in, and so I'm looking for right now to right gate, you know. Okay, buddy. Oh, all good. Thank you. Thank you. Bye. ესე იგი, ეს ბროკერები ცალკე გირეკავენ კიდე და გეკითხებიან, ტვირთი ჩაიტანე, რა შვები, როგორ ახარ? რამე ხო არ გჭირდება?
ეხლა მათ ის უფრო არ აინტერესებთ ეხლა ჩვენ როგორ ავართ, მაგრამ აინტერესებთ ტვირთი მივიტანე თუ არა ადგილზე და ეხლა ბროკერმა დამირეკა, რომელიც კითხულობდა, რომ რა მდგომარეობაა მივიტანე თუ არა ადგილზე ტვირთი. ხო და ამიხსნეს ეხლა მე როგორ უნდა მივიდე სხვა მხრიდან და არ არის შორს, უბრალოდ ერთი აქ მარცხნივ უნდა მოუხვიო, შემდეგ საინზე მარცხნივ უნდა მოუხვიო და მითხრა რომ იქ რაღაც თეთრი ტრაილერი შემხვდება, ეს სეკიურიტის ადგილია და იქიდან უნდა შემოვიდე. აკი დავიცლები ახლა, მაგრამ თავარია რომ მეორე შემდეგი ტვირთი ამიღოს დისპეჩერმა, რომ არ მომიწიოს კიდევ ერთი დღის გაცდენა. ზოგადად ესია მარკეტი, ანუ წინასწარ ვერ გასაზღვრავ, ანუ როგორ წარიმართება კვირა. ამიტომ აი ესე ვერ იტყვი, რომ მაგალითად წინა კვირას გამოვიმუშავე ამდენი და შემდეგ კვირასაც გამოვიმუშავებ ამდენს. არა, მაგას ვერასოდეს ვერ გაიგებ, რა მოხდება. კვირა, ნებისმიერი კვირა შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. მთლიანად ვართ დამოკიდებული თუ რა სიტუაციაა მარკეტზე, იმ ადგილზე, სადაც მოხვდებით, არის თუ არა ტვირთები და ასე შემდეგ. white trailers. აი აქ მითხრა. მე კიდე კინაღამ გავწდი. აქ უნდა შევიდე. გავერთე ცოტა საუბარში და აი მე რო აქ მოტრიალებას ვაპირებდი, ზუსტად ეს ადგილი. აი ეს კალბატონი რა კულტურულად მელოდებოდა ეხლა მე სანამ არ დავასრულებ მანევრს. ნებისმიერ სხვა შტატში, ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის გარდა, აბსოლუტურად სხვანაირი სიტუაციაა რა. ყველა პატივს გცემს, ყველა რაღაცა გიღიმის, ყველა რაღაცა ცდილობს დაგეხმაროს. სიამოვნებს ადამიანს. არ ვიცი ამ ნიუ-იორკში რა ხდება ესეთი რა, ნიუ-იორკი ისეთი ადგილია, რომ ყველა ერთმანეთის გადასწრებაზე და გადახტომაზეა. მელოდება აგერ ყმაწვილი ახლა ამას ვაჩვენებ მე ამ ჩემს საბუთებს, რაც მოვიტანე და შემიშვებს შიგნით. How's it going? So they're going to want you to go over by that scale, Okay. and just kind of park it. There'll be contractors, probably from Barton Mallow, that'll come over from that open overhead door to get your stuff off for you. Okay. Just past the scale, right? Just past the scale, anywhere in that big open area. Got it. Just where they can see you. Okay, thank you, sir. აქ დამცლიან.
ეხლა მე ესე მოვტრიალდები, რომ ცხვირით ბარემ აქეთ ვიყო. მე აღარ ვატრიალო, ტრაკი აქეთ იქით. გავალ ამ გეიტიდან და წავალ. საიდანაც შემოვედი. აიქო გაჩერდიო და გახსენი კონესტუგა და მოვა. აი ეს ფორკლიფტი და დამცლის რა. აი ესეთი მასალები ჩამოვიტანე მე და ეგენიც მან დააწყობე. შვენიერი. ჩერდები ესე და მივხედავ საქმეს ჩემო ძვირფასებო. დაიწყეს ესე ჩამოცლა. ჩამოცლიან. აი კონსტრაქშენია რაღაც და აქ მოვიტანე რა. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, რაც მახარებს, იმიტომ რომ ჩვენ საქმეში დრო ყველაზე ძვირფასია. ესე იგი, მორჩით ბატონებო და ქალბატონებო, კვირის პირველ ტვირთს რომელიც მე ავიღე გუშინ სამშაბათს ნიუ-ჯერსი, ქალაქ ნეუიორკში, ჩამოვიტანე მიჩიგანში, ბეი-სიტიში. მთლიანი მაილი ცარიელი დატვირთული გავიარე 760 მაილი და ესე იგი ტვირთის ღირებულება იყო $1350. ეხლა თავისუფალი ვარ, მაგრამ ველოდები რომ დისპეჩერმა უკვე მომცეს მეორე ტვირთი. როცა მე ავიღებ უკვე მეორე ტვირთს, იმასაც გადავიღებ იგივენაირად მის აღებას, ჩამოცლას და განახებთ ასევე რა ტვირთი არის.